შეინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ მრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.513.818-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3.130.348 ამ მრჩეველი მიიღებს წელს. პირველად იძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47.000-მდე ახალგაზრდას. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებისთვის სრული მზადყოფნა. ადმინისტრაციამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად აქტიურად ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში და სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა მასშტაბური სამუშაოები. სწორედ განხორციელებული სამუშაოებისა და იმიტირებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს. კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს. არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ პირველ რიგში მიმართავ ამ მომრჩევლებს იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყვენონ საკუთარი არჩევანის უფლება. ასევე მიმართავ ჩართულ მხარეებს, რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. როგორც იცით, კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც კომპეტენციის ფარგლებს უწყებებს შორის. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არცეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ქონდეს ადგილი, როგორც მინიმუმ იყოს პრევენცირებული, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე. ბიულეტენის ქაღალდი როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც არის იმ რეკომენდაციების ფარგლებში, რომელიც ვენდორმა კომპანიამ Smartmatic-მა გასცა, შესაბამისად არც გასულ წელს, არც წელს ბიულეტენის ხარისხთან მიმართებაში არ ყოფილა არანაირი პრობლემები. ჩვენ გვახსოვს და დარწმუნებული ვარ ამ კითხვის ქვემოტივი მდგომარეობს იმაში, რომ რამდენად ფარულობასთან მიმართებაში იქნება უზრუნველყოფილი პროცესი და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ როგორც გასულ წელს, ისევე მიმდინარე არჩევნებისაც ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ გასულ წელს ის სპეკულაციური შეფასებები და უსაფუძვლო ბრალდებები მის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონის კვალი თითქოს იძლეოდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ვისმის ამ მრჩეველმა, მაგრამ ეს საბედნიეროდ არ ყოფილა, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ რომელიმე იზოლირებულ შემთხვევაში თუნდაც სადმე დაირღვა ამ მრჩევლის ნება, შეიძლება იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა იდენტიფიცირება მოეხდინა იმისა, თუ ვის მისცა ამ მომრჩეველმა ხმა. ბმა ამ მომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არც მაშინ, არც დღეს, არც მომავალში არ იქნება უზრუნველყოფილი, არის როგორც მინიმუმ წინაპირობა იმისა, რომ ვერავინ ვერაზროს ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაიგებს, თუ ვის მისცა ამ მომრჩეველმა ხმა, მათ შორის პირადად თქვენი ხმა, ეს შეგვიძლია სრულად ვიყოთ თავდაჯერებულები ამაში და ამას გარდა ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ინსტიტუციამ ვნახეთ რა, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა სუბიექტმა გამოიყენა ეს საკითხი სპეკულაციებისთვის, მივიღეთ ზომები ვენდორ კომპანიასთან ერთად, ხმის მთელ აპარატზე განთავსებული იქნება ქაღალდის სპეციალური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩარჩო ფორმაში
თუნდაც არასწორად მოთავსების შემთხვევაში. ან მარკერის კვალის უკანა მხარის გამოჟონვის შემთხვევაში არ იყოს სივრცე იმისთვის, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება განხორციელდეს, რომელიც მისცემს ხელს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, რომ კვლავ ამ არჩევნებზეც მოახდინონ ამ საკითხით სპეკულაცია. ამ წელს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები. ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედია საშუალების 1000-მდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. აქ არის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, რაც მეტი მით უკეთესი, მაგრამ აქ არის მთავარი ხარისხობრივი მაჩვენებელი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება აკვირდებოდეს რომელიმე ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ მათი შეფასებები შემდგომ იმდენად დამაზიანებელი იყოს საარჩევნო გარემოსთვის, რომ შეიძლება ამან მნიშვნელოვნად, ესე რომ ვთქვათ, ესე მთელი რიგი უარყოფითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესში, რაც მოუხდენია კიდეც ერთ-ერთ ორგანიზაციას 2020-ში, 24-ში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ხარისხი და მათი ობიექტურობის და მიუკერძოებლობის ნაწილი. ლეუთოსთან დაკავშირებით ჩვენ მთელი რიგი სპეკულაციები მოვისმინეთ. სამწუხაროა, რომ არ აკვირდება, თუმცა ასევე სამწუხარო არის ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, იყო იქ სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს დროის სიმცირე იყო, თუმცა ჩვენ დღესაც კარგად ხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში ამ დროის მცირე ფარგლებში ისინი აკვირდებიან და შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოშიც გავიხსენოთ 2008 წლის არჩევნები, როდესაც ზუსტად ერთი თვით ადრე განათავსეს მისია, ხო? ჩვენ გვაქვს ეს პრაქტიკა. თუმცა არის ასევე ის საკითხიც, რომ ზოგადად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ნაკლებად ხდება ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციების, ესე რომ ვთქვათ, სადამკვირვებლო არეალში. მნიშვნელოვანი არის, რომ თუ გვინდა ყავდეს ქვეყანაში ეუთოდირი, ასევე პატივი ვცეთ მის დასკვნას, იმიტომ რომ არის ისეთი გარემოებები, რომელსაც მაგალითად ჩვენც არ ვეთანხმებით იმ დოკუმენტში, მაგრამ არ გამოვდივართ, არ ვაკრიტიკებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი იქნება ჩვენთვის გზამკვლევი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ იქ მოცემული მიგნებები, იქ არსებული რეკომენდაციებზე ჩვენ ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ, ვნერგავთ, ისევე როგორც შემდგომ ეტაპებზე ეუთოსანაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს არის ის კონსტრუქციული და ჯანსაღი ფორმა თანამშრომლობის, რომელიც ხელს უწყობს მათ შორის საარჩევნო გარემოს ფორმირებას და იმიტომ რომ მინდა შეგახსენოთ, რომ ვერავინ იტყვის იმას, რომ რა თქმა უნდა დღეს უკვე ამოწურულია ეს ვადები, მაგრამ კანონით განსაზღვრულ ვადებში რომელიმე ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მოგმართა და ჩვენ თითქოს შევქმნით რაიმე ბარიერი. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები 2025 მერობის კანდიდატებს შორის გაიმართა. ეს მინდა ვკითხო, როგორი არის თქვენი დამოკიდებულება ბანკების მიერ მოვალეების გამოსახლებასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იმავდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამომსახლებელი ბანკის დამფუძნებელი. ეხლა ამ წუთებში TBC ბანკი მოითხოვს გამოსახლდეს საცხოვრებელი სახლიდან თქვენივე მაჟორიტარის ზუგდიდის 32 საარჩევნო ოლქში. ხაზარაძის ბანკი ასახლებს საკუთარ მაჟორიტარს. საინტერესო ანეკდოტი იყო კახას მხრიდან, თუმცა მე ყოველთვის იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემებია ხოლმე საზოგადოებაში, ყურადღებით მოვეკიდები და კახასთან ერთად ამ საკითხს მოვიკვლევ არ აული გვერდს, თუმცა ჟღერს როგორც კარგი ანეკდოტი. უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავთ ლიდერებს, არა მარტო ევროკავშირის, არამედ შეერთებული შტატების. თქვენ უბრალოდ არ გინდათ იმ 9 პუნქტის შესრულება, რომელიც გთხოვათ ევროკავშირმა, რომელშიც უნდა გაანთავისუფლოთ სასამართლო, უნდა შექმნათ ანტიკორუფციული სამსახური დამოუკიდებელი და ამის გამო რომ ბერკეტები არ დაკარგოთ ხელისუფლებაზე კონტროლისა, ამიტომ წირავთ იმ 100,000-ობით ადამიანს, რომელიც აქ არჩენს კიდე ოჯახებს და რო ჩამოვლენ ისინი აქედან, აქ და მე რა პასუხს გაცემთ იმასაც ვნახავ. ბატონო გია, მე მესმის რომ თქვენ გარედან ფინანსდებოდით, მაგრამ დღეს არის ამის შესაძლებლობა, შიგნიდან შეგიძლიათ მიიღოთ ის დაფინანსება, თუ თქვენ ქართულ საქმეს ემსახურებით და კარგ საქმეს ემსახურებით, შეგიძლიათ მიიღოთ ეს ყველაფერი შიგნით. ამის პლატფორმა არსებობს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ყველაფერი. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გარედან ქართველ ხალხს ელაპარაკოს და ესაუბროს თითის დაკარგვას. საიდან ფინანსდებოდა მწვანეთა პარტია გარედან? რატო იტყუები?
რა არის? იმიტომ იტყუები, რომ ყველაფერს იტყუებით საერთოდ. ჩვენ როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ გარედან შემოსული თანხები ძირითადად ხმარდება ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას, ძირითადად ხმარდება ქვეყანაში დაპირისპირებას. მიპასუხეთ, არ მაინტერესებს ეს კაცო. ხმა ცოტა ხანი კი ბატონო. ლოზუნგები არ მაინტერესებს. კატეგორიულად საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ საჯაროდ, იმიტომ რომ ბიულეტინმა გაჟონა და ეს არსებითი დარღვევა იყო. იურიდიულად ამას რო შევხედოთ, ასეთი არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს. ჩემთვის თავარი კრიტერიუმი არის ხალხი როგორ მიიღებს ამ არჩევნებს. ჩემი გადასაწყვეტი რო ყოფილიყო წინა არჩევნებზე მარტო ერთ არგუმენტს ავიღებდი, რომ ფარული არჩევნები ჩატარდა არაფარულად, ფარულობის პრინციპის დარღვევით, მაგრამ ოპოზიციამ უბრალოდ ისეთი კონცერტი მოაწყო, რომ ქართულ ოცნებას ეს არჩევნები შერჩა. და მე რომ ახლა ვთქვა რომ იცი რა მე არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ეს კანონდარღვევით ჩატარდა და მე როგორც იურისტი ამას დავასაბუთებ, ეს ხო არ იქნება სერიოზული. 1991 წლების მერე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა ლეგიტიმური რა. და მაშინ ძალიან კარგად ვიცით რა როგორ მიმდინარეობდა. საზოგადოებას მინდა მიმართო რომ ამ კოც ნაცურ პოლიტიკურ თეატრში ნუ მონაწილეობთ რა. და მე ამ წლების მანძილზე რისთვისაც ვიბრძოდი, ზუსტად მაგიტომაც გთხოვთ, რომ არჩევნს გაფრთხილოთ პირველი ნომერი, რომ მე არავინ დამითმოს თბილისის მერობას, მაგრამ დაკომპენსირდეს იმაში, რომ რასაც გითხოვის აღასრულოს. მოხდების ხოლმე არწივი, დაჭრილი დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათმების ზეცაში ვერაზროს გაინავარდებთ. თბილისელებო, თუ არ გინდათ ამ საქათმეში იცხოვროთ, სადაც ქართულმა ოცნებამ ჩაგვაგდო, მხარი დაგვიჭირეთ. იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა მართლ პარტიას აქვს განუზომლად დიდი ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი და აქ თანაბარ პირობებზე საუბარი არ არის, მაინც არჩევნების აღიარება რა თქმა უნდა მოხდება და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი. ჩვენი ქვეყანა ამ მუდმივი რევოლუციის და კონტრრევოლუციის რეჟიმით ძალიან ზიანდება. პირობას გაძლევთ, პატივცემულ ამორჩევლებო. სადაც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას და მანდატს, ჩვენ მაგას წყალში არ გადავყრით. სააკაშვილის დროსაც, ეხლაც ქართული ოცნების პირობებშიც რაღაც სულ манипуляციების ფონზე ტარდება და ბოლო არჩევნებაც დაგვანახა, რომ ფარულობა დაცული ნამდვილად არ იყო, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ მართლაც გაჟონა. ძალიან მიჭირს გითხრათ, რომ აღიარებ თუ არა ამ არჩევნებს, შედეგებს გააჩნია. ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის უზენაესი. ვინც ვერ ხედავს და არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, ხედავთ ის პოლიტიკური დაჯგუფებები თუ პოლიტიკური პარტიები დღეს სად არიან და სად იმყოფებიან. ხელისუფლება და ოპოზიციის ერთი ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მშვიდობიან დამხობას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის წევრები, გენერლები ზაზა გოგოვა და მამუკა ყურაშვილის განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ მოწოდებებს და ქმედებებს. მათი განცხადებით, ვინც ქვეყანაზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციებისგან. დიდი წინააღმდეგობა ველოდები იმას, რომ ქართველი ხალხი გამოიტანს განაჩენს და ამ განაჩენის აღსრულება მოხდება რუსთაველზე. და ცხადია, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან კალაპოტს, იმიტომ რომ ჩვენი თავარი ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, მათ შორის გზის გაგრძელება ევროკავშირისკენ. სწორედ ევროკავშირის კარი შიგნიდან ჩაკეტა ივანიშვილმა და ჩვენ ვაპირებთ ამ კარის გახსნას ქართველ ხალხთან ერთად. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ამ არჩევნებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს. და გვინდა რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდოთ, რომ მოიკრიბონ მხნეობა, მოაყვებიან იმ ხალხის ნათქვამ მცდარ სიტყვებს, რომლებსაც დავალებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციას არანაირი შედეგი არ კონდეს და საკრებულოებიც ისევე გაივსოს კოცებით, როგორც პარლამენტი არის გავსებული. არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი ამ თვალსაზრისით არ უნდა გქონდეს, როგორც აქამდე შეუკრებიათ ხალხი და მერე წარმატებით დაუშლიათ სხვადასხვა მექანიზმებით, ალბათ იგივე მეთოდები იქნება გამოყენებული. ქუჩაში სეირნობა, კოცების ოფისთან კიდების რიტუალის ჩატარება და მერე სახლში მშვიდად დასვლა. ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე. და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სხმები, რასაც მოგცემენ ჩვენი მოქალაქეები, დავიცოთ. ეს მოწოდებები მშვიდობიანი დამხობის ხელისუფლების გადაბარების, რა თქმა უნდა, არის არასერიოზული და რა თქმა უნდა, არის გარკვეული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები, მოწოდებები, რადგან თუ ამას რამე მიზანი აქვს, პირველ რიგში ეს მიზანი არის აი მშვიდობიანი პროტესტის ერთგვარი დისკრედიტაცია. და ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პოლიტიკოსებს შორის იმ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას.
და მინდა მოუწოდო მათ თუ ისინი ესეთი მაგრები არიან, ესეთი მამაცები არიან და დარწმუნებული არიან იმაში, რომ როგორც თავად ამბობენ 4 ოქტომბერს დაიწყებენ და 4 ოქტომბერსვე დაამთავრებენ ყველაფერს. აი თუ ვერ დაამთავრებენ, მერე გამოგზავნեն და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ინფორმაცია შეიძლება გქონდეთ, შეიძლება უბრალოდ ხდებოდნენ, მაგრამ თავარი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გეგმა არ შეიძლება გქონდეთ ასეთ ესე იგი არაადეკვატურ ადამიანებს შეუძლიათ არაადეკვატური რაღაცები სპონტანურად დაგეგმონ. მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ, როგორც ჩანს მამუკა დინარაძის გამოსვლამ, ყველა ჩვენგანის გამოსვლამ და გაფრთხილებამ, რომ სახელმწიფო უპასუხოს არ დატოვებს ასეთ არაკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ზოგისთვის ცივი შხაპივით იმოქმედა და ეს ძალიან კარგია. როგორც ერთხელ აღვნიშნე უკვე, ვისაც ირეალურ სამყაროში უნდა ცხოვრება, ისინი საკმაოდ რეალურ პასუხს მიიღებენ. ხო და ვინც იდეალურ სამყაროდან გამოვიდნენ და ხვდებიან, რომ სახელმწიფოსთან აქვს საქმე, რა თქმა უნდა, ისინი ემიჯნებიან ამას, იმიტომ რომ იციან, რომ სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია და ადეკვატური რეაქცია ექნება ყველა კანონდარღვევაზე, თუ რამე აქვს დაგეგმილი, ან შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას ხვალიდელ დღეს. პოლიტიკური შეფასებების თემა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია. დოკუმენტში რამდენიმე შესწორება შევიდა, თუმცა ძირითადი საკითხები უცვლელად დარჩა. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დემოკრატიის უკუსლად არის გამოცხადებული. ცხადია დემოკრატიის გაუქმება და ის ღალატის კომისია და დასკვნა არის შეშფოთების საგანი ყველგან, მათ შორის დასავლეთში. და ცხადია დემოკრატიის გაუქმებაზე პასუხი იქნება უკაცრესი დასავლეთიდან, ევროსაბჭოდან და მათ შორის ყველა შევახსენე ჯიდი ვენსის სიტყვებს. დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. მთელი დასავლეთი არის ერთიანი და მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების, ქართული საზოგადოების ბრძოლას. მოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უბრალოდ ფაქტს აღარ უტოვებს ის და იძულებულს ხდის, რომ წავიდნენ უკიდურეს ზომებზე. ის რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა გვაქვს სერიოზული უკუსლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და ზოგადად არც სამართლიანი სასამართლო გვაქვს, არც თავისუფალი არჩევნები გვაქვს და არც კანონის უზენაესობა გვაქვს, ეს ყველამ კარგად იცის და სამწუხაროდ ოცნება ამას მიზანმიმართულად აკეთებს. ტყუილებზე აგებულ, ფეიკებზე აგებულ, სიცრუეზე აგებულ პოლიტიკური მიზნებისკენ მიმავალ რაღაც დოკუმენტებს ჩვენ არ უპასუხებთ და ვერც შანტაჟის გულისთვის გამოიყენებენ ჩვენ საწინააღმდეგოდ. ჩვენ შანტაჟს არ ვექვემდებარებით. როდესაც ევროპარლამენტის შანტაჟს არ დავექვემდებარებთ, ახლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შანტაჟს დავექვემდებარებით, რა თქმა უნდა არა. იგივე პერსონაჟები დადიან და ეუბნებიან, რომ არ ცნოთ არაფერი, რაც საქართველოში მოხდება, თუნდაც ეს ხალხის ნება იყოს. ისინი ამ მოღალატებრივ გზას აგრძელებენ.